მოგესალმებით, დაუბრუნდი მორიგი ვიდეოთი. Როგორც შეგვიძლია კიდევ ერთ პარტიას განვიხილო. ამ განსხვავებით წინა ვიდეოებისგან ამ პარტიაში ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ იმ პარტიას, რომელიც რეალურად დაფაზე გათამაშდა 2015 წელს. ის პერიოდი, როდესაც წვრთნელიც ყავდა, ვარჯიშობდი კიდეც და მოკლედ ჭადრაკს სერიოზულად ვეკიდებოდი. პარტია გაიმართა ურეკში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც წარმოადგენდი რაჭის გუნდს. დებიუტი ჰქონდა მაშინ რაჭის გუნდს და ორსაჭველი მოჭადრაკე და იმ დროისთვის რაჭაში ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკე. ვიყავი ამ გუნდში რა. მიწევდა ისეთ მოჭადრაკეებთან თამაში, რომლებიც იყვნენ ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილები და ასევე ძლიერებიც და აი მაგალითად ეს კონკრეტული პარტიაც მეტყოლეს მაგაზე. ხვდებოდი ალექსანდრ ბორტნიკს, რომელიც არის უკრაინელი დიდოსტატი. იმ დროისთვის მე ვიყავ 13 წლის და ბორტნიკი მე მგონი იყო 19 წლის. რეიტინგი მე საერთოდ რეიტინგი საკმაოდ გვიან დამიწერა ფიდემ. იმიტომ რომ იქამდე ფიდეს ტურნირებში, სადაც ფიდე ითვლიდა რეიტინგს ეგეთ ტურნირებში მონაწილეობას ნაკლებად ვიღებდი და ამ მომენტისთვის ჰქონდა 1443. თუ ზუსტად მახსოვს და ბორტნიკს ჰქონდა 2557. უზარმაზარი სხვაობა არის ყველანაირად. სანამ ეს პარტია დაიწყებოდა და სანამ საერთოდ ტურნირი დაიწყებოდა, ერთი ჩემი მეგობარი ის მოჭადრაკე იყო. მეუბნებოდა, რომ მე 20 წლამდეც ვერ მიაღწევა ბორტნიკთანო და ნახოთ აბა ერთი როგორ მივაღწიე და საერთოდ როგორ წარიმართა ეს პარტია. კიდე იმას დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი ჩემთვის ახლა საჭადრაკო თვალსაზრისით არ იყო წარმატებული, საკმაოდ კარგი ერთი კვირა გავატარე და ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დამრჩა ის პერიოდი. მოდი დავიწყოთ ახლა უშუალოდ პარტიის განხილვა ვართეთრი ფიგურებით. მივედი D4-ს. მოვიდა D6. რასაც იმ მომენტში არ ველოდი რა. C4 და მოვიდა E5-ს. აქ D მოვკალი, რაც არ არის მიზან შეწონილი, აქ წიგნის სვლა არის, აქ წერია კიდეც, მაგრამ ცხადია ვარიანტია. თუმცა აი ინიციატივას თმობენ თეთრები. აი აღარ ვიძე აქ ინიციატივის აქ ლაზიერების გაცვლით, თუმცა ხვდებოდი დიდოსტატს და მინდოდა რომ გამეცვალა ლაზიერები რა. მე მგონი მომენტში დიდოსტატი იყო და თუ მეშლება მომიტევეთ. ახლა ამდენ დიდოსტატია და იმ მომენტშიც 2500-ზე მეტი ქონდა და დიდი ალბათობით დიდოსტატი იყო უკვე რა. დიდი ალბათობით ყველა ორენში უნდა ყოფილიყო მგონი. D-ლაზიერი D8 და მეფე D8. ხედარით C3, Q6, E3, მხედარი D7, მხედარი F3, A6, Q2, F5, F5 საეჭო სლავო კომპიუტერი წერს. Q4 იქნებოდა უკეთესი ვარიანტი. აქ მწვანე ხაზი აჩვენებს რა იქნებოდა უკეთესი სვლა. მივედი B3-ს. Q გამოვიყვანე B2-დან, მოვიდა Q7-ს, გავაკეთე გრძელი როქი. აქ +0.5 წერს, ანუ სასიამოვნო პოზიციაა. მხედარი G7 კიდევ ერთი უზუსტო სვლა შავების მხრიდან. მივედი მხედარი A4-ს. რაც ასევე არ მოსწონს. აი მხედარი A4-ს რომ მივედი, აქ უკვე კონკრეტული გეგმა მქონდა. რომელსაც აი შემდეგ ხაზზე გავაკეთებ კიდეც რა. ცხადია მხედარი C5 მინდა. და ვერ კვდება ეს ხედარი, იმიტომ რომ დამულია და ფაქტიურად ძალიან სერიოზულად შევდივარ რა ხედარი C5 თუ დავუშვა, აქ თუ ჩემი სვლა იყო და აი H5 რო ითამაშოს სიტყვაზე. თქმა პლანტერია, იმიტომ რომ აი მხედარი G5 კვდება, მაგრამ მხედარი C5-საც რომ მივიდე, აქ ფიგურა იკარგება ყველა ვარიანტში. მარტივად ვფიქრობდი, რომ შეიძლება B6 მოსულიყო. თუმცა ეს პლანტერია, იმიტომ რომ E5-ც კიდია რა. კაცია მეფე E8. და აქ ვითამაშე სვლა, რომელიც კომპიუტერს არ მოსწონს და რეალურად ახლანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ რა, ახლა ამას არავითარ შემთხვევაში არ ვითამაშები, იმიტომ რომ აშკარად უკეთესი პოზიცია, ობიექტურად უკეთესი პოზიცია მიდგას და
ჯობდა რომ უფრო ნელა მეთამაშე და უფრო დაკვირვებ, უფრო ჭკვიანურად. იმ მომენტში თან 13 წლის ვარ თავში მიქრის სპორტული კუთხითაც და თან ხვდები მოჭადრაკეს, რომელიც ჩემზე 1000 პუნქტით მეტი რეიტინგი აქვს და მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა საინტერესო და მოკვალე დილდეშვილი. თუმცა არ არის ეს ცუცვლაც კი წერს, მაგრამ ნუ ნახავთ რა. მოკლა უდეშვიდი მოკლე ხედარი 5. ნუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საუკეთესო სულა არის გათვლა ეს ქონდა რომ ხედარი 5 მოკლა მოკლა ყუა 4 რაც არ მოსწონს კომპიუტერს. აქ ვითამაშე ყუა 5. აქ კომპიუტერს წეს რომ H5 უნდა ეთამაშე, იმიტომ რომ ყუა 5 არ უნდა დაეშორა და როდესაც ვითვლიდი ამ ყველაფერს ის მოხდა, რასაც მე ვითვლიდი H5-ს თუ მოვიდო და არც მე მიფიქრე და არც მოსულა. მივედი ნუ ყუა 5-ში მეფე ერთადერთი სულა არის, თორე მეფე დერვაზე მხედარი F7 შედის. მოკალია 4-ზე. მოკლე 5-ზე, მოკალი ყუა 5 რა. მოვიდა ეტლი G8-ს. მოვიდა ეტლი D1-ს, მხედარი G6 კარგი სულა ითამაშა და ეს პაიკიც მოკალი. მოვიდა ეტლი C8-ს, უთხარი ყუ D6 ქეში. აი მოვედით მე-20 სულაზე და ამას ყოველთვის ვეუბნებოდი მე იმას როცა ხვდებოდა რომ აი მე-20 სულამდე ვერ მიაღწევ რომ მითხარი მეთქი მე მე-20 სულაზე უპირატესობა მქონდა თქო რა ნუ რეალურად უპირატესობა ახლა ძალიან მცირეა სწორი თამაშის შემთხვევაში ნუ თანაბარი პოზიციაა კომპიუტერისთვის ასეა იმ მომენტში მე გრძნობდი რომ საკმაოდ საინტერესო პოზიცია მედგა და თავისუფლად გრძნობდი თავს ოღონდ ცოტა ხნით. მე მაინც კლასი რო არ მქონდა გამორჩა, იმიტომ რომ აი ვეღარ მოვიფიქრე, გეგმა ვერ დავსახელით, თუნდა განუუმჯობესებია პოზიცია. რეალურად მაგანაც დამღუპა მე. თუმცა ჯერ იქამდე მივიდეთ. მე-20 სულა არის პლუს 0.4 წერს კომპიუტერი, რაც დაახლოებით თანაბარია. და ნუ არ ვიცი, ალბათ თვითონ ბორტნიკიც არ რეალობდა, რომ მე-20 სულაზე ასეთი პოზიცია იქნებოდა. მოვიდა მე G7-ს. მივედი Q2-ს, ნუ არა, რაც არ არის ცუდი სულა. C5-ს მიწერს. კომპიუტერი C5-ზე იმ მომენტში B6-ს ვიფიქრებდი. მაგრამ B6-ზე Q3-ს წერს და ამაზე არ მიფიქრია ნამდვილად იმ მომენტში. აქ B-ზე როცა მოკვდება, მექნება A5. და ნუ საინტერესო პოზიცია მაქვს, ორი კუ ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერი ორი კუ მოს რა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხს ვაგებ, რეალურად შევწირე ხარისხი, ორი კუ ამ პოზიციაში მაინც ძალიან ძლიერია. აი ნახოთ როგორ გათამაშდა. Q2 მოვიდა B6. B6 არ მოსწონს. კომპიუტერს მივედი C5-ს. C5 კარგი სულა არის. მოკლა B-ზე და მივედი Q6-ს. ესეც ძალიან კარგი სულა არის. ეტლი C8. მოვედი Q4-ს. აი ეს უკვე არც ეს ასე ამოსვლა. აქ სრულად დათანაბრებს კომპიუტერი. და მეუბნება რომ Q5 უნდა მომეკლა. ნუ აქ თუ მოკლავდა ამას ეს ენჭპილი უნდა მეთამაშა. და ნუ პოსტფაქტუმად შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ჯობდა ამაზე წასვლა. ორი კუ სერიოზული ძალა არა. თუმცა მაინც სჭირდება ხანი გამოცდილება ამას განსაკუთრებით და კლასიც და იმ მომენტში ნუ 13 წლის 1400 რეიტინგით ხვდებოდი 2500-იანს და მაგდენის სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხერა, მაგრამ შანსი იყო, მოვედი Q4-ს. ნუ წამგებიანში არც ეს არ არის, მოვიდა ეტლი 8-ს. Q5-ს მივედი ეტლი კაცი A8-ზე. მოვედი F3-ს. ესეც თლაც სწორი სულა არ არის, თუმცა ჯერ ისეთი არაფერი ხდება, მოვიდა. მეფე F6-ს, მოვედი F4-ს. ნუ ესეც კარგი სულა, მაგრამ აი აქ უკვე ისე ვარ. აღარ ვიცი რა გავაკეთო რა. ის რო შევწირე ჩანაფიქრში ის ქონდა პრინციპში რომ აი რაღაც თამაშს უკლავდი რა და ჩემი ინიციატივა იქნებოდა დაფაზე. მარტო მე მექნებოდა ინიციატივა, მაგრამ ისე მოხდა მე რომ უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა რა და გეგმა ვერ დავსახე და როდესაც გეგმას ვერ სახავ ჭადრაკში და უგეგმო თამაშობ, ხშირ შემთხვევაში წააგებ რა. მოვიდა H5-ს, H3-ს მოვედი, რაც შეცდომაო. G3-ს მიწერს კომპიუტერი. თუ H4-ს მოვა აქ.
ეს ბაიკი არ უნდა მოკლა, ეს უნდა უგულებელყო და მე A5 უნდა წავიდი აქეთ. რეალურად თუ ეს ბაიკი დაკარგა სადმე და მე ეს გამსვლელი ბაიკი მეყოლა, მე სერიოზული შანსები მიჩნდება. თუმცა აქ A3 ვითამაშე, რაც არ არის კარგი სვლა. თვითონ შემოწია A4, რაც ასევე დიდად არ მოსწონს კომპიუტერს, მოვედი მე PC-ს და SS დიდად კარგი სვლა არის, A5 მიწერს. ანუ ეს A5 იდეა და ამ ბაიკზე ეწოლა სამომავლოდ ალბათ. ნუ ვერ ვიფიქრე, ყუცე 5 არ ყდება, იმიტომ რომ ეტლიც 8 არის. შეიძლება ჯობდეს ერთად მეფე გამეწია რომ ეს და აქ შანსი გამომჩნდა რეკლამის მოგულის რა. მეფე G7 ასევე არ არის კარგი სვლა. ეტლ2 ნორმალური სვლა, მეფე A7, მეფე D1 ასევე უზუსტობა არის, ჯობდა ამ ბაიკისკენ წასვლა. და ახლანდელი გადმოსახედა რო ვყურებ, რატომ არ გავაკეთე ეს? ვერ ხვდები, მაგრამ აშკარად ჯობდა იქნებ წავსულიყავი და აქედან იწყება უკვე ჩემი შეცდომა, მე ეტლი შეიძლება მოვიდე მეფე 1 ვითამაშე. ეს უკვე არის ცუდი სვლა და ხედავთ რომ -0.6 და რაც არ არის დიდი უპირატესობა, -2.2 ხდება და ეს უკვე ძალიან დიდი უპირატესობა. არ მოვიდე ეტლ G7 და აქედან უკვე ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა ყუცე 6 მივედი, რაც ასევე ცუდი სვლა არის. მოდის ეტლ F7, A5 მივედი, ახლა უკვე არის ძალიან დაგვიანებული. მოვიდა ეტლ F6 და ნუ აქ უკვე არაფერი არ ამშვენის, იმიტომ რომ ეტლ D2-ზე თუ მეფე D2-ს მოკლავდი, ეტლ C6 ყდებოდა და ფიგურით უკან ვარ. ნუ ბოლო იმედი ვცადე რომ F6-ზე მოყალე, მაგრამ ეტლ D6 და ჩანგალია და რომელიღაც ფიგურა იკარგება. ეს იყო 37 სვლა და აი ამ მომენტში დაუნებდი. მთელი თამაში მიდიოდა ჩემთვის კარგად და ბოლოს როგორც უკვე ახსენი, გამოცდილების ნაკლებობის გამო, კლასის ნაკლებობის გამო და იმიტომ რომ გეგმა ვერ დავსახე, წავაგე მაინც ეს პარტია. ნუ საბოლოო ჯამში 88.5% ვითამაში, რაც არც ისე მაღალია. ხოლო ბორტნიკმა ითამაშა 95.5%-ით, ნუ საკმაოდ ნორმალური არის. ნუ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა. თუმცა ნუ ვერ ვიტყვი რომ ახლა ამ თამაშის მერე დიდად გულდაწყვეტილი ვიყავი. თუმცა რა თქმა უნდა წაგებაზე გული არ დაგწყდეს, ნიშნავს რომ ესე იგი მოგებიშინი არ გაგაჩნია რა და წარე იყო მაინც, მაგრამ ისეთი მწარე არა. როცა ეტლ D7 გავაკეთე, ამ მომენტს დაუბრუნდები. ეტლ D7 როცა მოვკალი აქ, აი იმ მომენტში რაღაც კარგად ვიგზენით, ამიტომ აშკარად არ ელოდა მოსვლას რა. და ეტლ D7 რეალურად მეგონა რომ ძალიან კაი სვლა, ახლა ეს კომპიუტერი წერს რომ არც ისე კარგი სვლაა. ეს არ არის უმაღლესი დონის გეიმერი, რასაც მე ახლა ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ძლიერი კომპიუტერია მაინც. ადრე მახსოვს რომ აი იმ მომენტში 2015 წლის პერიოდში რომ ვარჩევდი ამ პარტიას, ეტლ D7 საერთოდ ვერ ხედავდა კომპიუტერი და მერე მოსწონდა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს არ მოსწონს. ნუ რას თავაზობს აქ? ხედარი ერთს თავაზობს. და ნუ ელა უნდა გავაგრძელო რა. P6 მოვიდა და ხედარი C3. უკეთეს პოზიცია მაქვს ობიექტურად რა. თუმცა ცდონება მძლია და ნუ შედეგი მივიღე მე რაც მივიღე, მოკლედ ეს იყო ცოტა დაულაგებელი ვიდეო გამომივიდა. მაგრამ არა უშავს მე მგონი არ იყო თლად უინტერესო. კიდე სხვა პარტიები ჩავატარე აქ ცხადია და შეიძლება ეს პარტიებიც განვიხილო თუ იქნა განსახილი არ ვიცი გადავხედავ კიდე. მოკლედ ეს იყო ვიდეო და ნახვება მოიკლა, მაგრამ ალბათ მაინც დავბრუნდები შემდეგი ვიდეოთი. ნახოთ. თუ დაწერთ აქ კომენტარებს ამ ვიდეოს ქვემოთ და დალაიქებთ, კარგი იქნება. ალბათ შემდეგ შეხვედრამდე. სტრიმავ ხოლმე სხვათა შორის და შეგეძლო სტრიმებსაც შეხედოთ, ეს თავში რომ მეთქვა უკეთესი იქნებოდა ალბათ. კარგად.